ხო, როცა მეთქვით. მოგესალმებით. თემი სოფლიოს ყურადღება მიყრობილია უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართულებით. თემი სოფლიო მსჯელობს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ამ პროცესებიდან საქართველოს მთლიანად გამოთიშულია, თითქოს მას საკუთარი იგივე ტიპის პრობლემები არ ქონდეს, რაც დღეს ყირიმში და უკრაინაში მიმდინარეობს. თითქოს ჩვენ დახინებული ცხოვრება ქონდეს, ან საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდის გაიმართება აბაშიძე კარაშინის შეხვედრა მარგველაშვილი პუტინს თუ არ ხვდება, მაშინ როდესაც სოფლიო ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის. და ამ დროს არ ხდება საქართველოს პრობლემების აქტუალიზაცია, იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომელიც მსგავსია უკრაინის პრობლემებისა, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ფარვატერში აღმოჩნდეთ და ჩვენთანაც თუნდაც იგივე სტანდარტები და იგივე მიდგომები იყოს, რაც დღეს არის ყირიმთან დაკავშირებით. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, რომ პირველი რეაქცია, რაც ქონდა საერთაშორისო საზოგადოებას, იყო ის, რომ მთელ რიგ ჩინოვნიკებს აუგრძალეს ევროკავშირში შესვლა, დაადეს გარკვეული სანქციები, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება დუმს და იგივე აფხაზეთის თუ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული წარმონაქმნების ლიდერთათვის იგივე მოთხოვნის დაყენებას არ აპირებს. მაშინ როდესაც გარკვეულ სანქციებზე საუბრობს მთელი მსოფლიო, ჩვენ აქ დუმ-ვართ და რატომღაც ჩვენი დუმილით, ან შეიძლება იქნა ძალიან უსუსური განცხადებებით მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ მაინც ცალით-თვალით რუსეთისკენ ვიხედებით. მაშინ როდესაც ევროკავშირმა გახსნა საზღვრები უკრაინული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ჩვენ არ ვაკეთებთ იგივეს, არ ვითხოვთ იგივეს და რატომღაც არ ვცდილობთ, რომ ქართული პროდუქცია ყოველგვარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე მანამდე შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან და დაიწყოს პროცესი გამარტივებულად ამ საკითხის გადაწყვეტისა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება არადეკვატურია, სამწუხაროდ ის მსოფლიო პროცესებს უკან მიჩანჩალებს და შესაბამისად ეს ყოველივე აისახება საქართველოს მდგომარეობაზე. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება გართული არის შიდა ურთიერთობების რკვევით, გართული არის სახელმწიფო ჯგუფებს შორის ურთიერთობის რკვევით, რომლის წყინვალი ნიმუშით ჩვენ გუშინ ვიხილეთ მოქალაქე ივანიშვილი ინტერვიუს სახით, რომელიც ნამდვილად არ იყო ერთი რიგითი, ან თუნდაც ერთი ძალიან დიდი გავლენის მქონე პიროვნების, ან ბიზნესმენის, ან ფულიანი კაცის გამოსვლა. ეს იყო მმართველის გამოსვლა, მმართველი, რომელიც მსჯელობს თავის ხელქვეითებზე, მმართველი, რომელმაც გადაანაწილა სხვადასხვა პიროვნებების სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ აფასებს მათ საქმიანობას. ბუნებრივია, როდესაც უყვარს ბიძინა ივანიშვილს საუბარი ღია, თავისუფალი, გულწრფელი, როგორც თვითონ ამბობს და მოყვარეს პირში უძახეს პრინციპს წინაპლანზე აყენებს, ჩვენც გვინდა სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მოყვარეს პირში უძრახეთ, უთხრათ ბატონ ბიძინას, რომ ერთის მხრივ თითქოს გამიჯნულია ხელისუფლებისაგან, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა მასთან ერთად განიხილოს რაღაც საკითხები, ეს ვეტოს დადება იქნება მათ იმ კანონზე თუ არ იქნება, ეს უკვე პოლიტიკაში ჩარევაა და ასე ვთქვათ, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ ითხოვს ასეთ მომსახურეობას სახელმწიფო ჯგუფებისაგან. მეორე მომენტი, რომელზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ
უკვე მე რამდენჯერ ვნახეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმედგაცრუებული. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დადებითად აბასებდა ის თავის დროზე მიხაილ სააკაშვილს, როგორ დადებითად მოიხსენიებდა ვანო მერაბიშვილს, ზურაბადეის შვილს, ხვებს და ასე შემდეგ შემდგომ იმედგაცრუება მათ მიმართ დაეწყო. ახლა საკუთარი გუნდის მიმართ დაეწყო იმედგაცრუება, აი პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუებულია. პრინციპში როგორც ჩანს მან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტმა კი გამოაცხადა, მე პლასტელინი ვარ და სადაც მიმაგდებ ინფორმაციას ვღებულობ, მაგრამ როცა მიაგდებ პრეზიდენტად, მიიღო პრეზიდენტის ფორმა და კაცმა გადაწყვიტა, რომ ამ ხელს სასახლე ტყუილ უბრალოდ არ იდგეს და შევიდეს ამ სასახლეში და დათქვეს პრეზიდენტობისთვის დამახასიათებელი იმ ფუფუნებით, რომლითაც ასე აკრიტიკებდა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას. სულ მალე გაუჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის სამინისტროსთან მინისტრთან უხერხული კითხვები. დეპუტატებმა არ გაუმართლა და მხოლოდ რამოდენიმე იმსახურებს მის ნდობას. პოლიტიკოსის ეტალონად გამოცხადებული პაატა ზაქარიაშვილმა ლამის უკვე ჩააბარა აფხაზეთი რუსეთს და ცდილობს რომ რაც შეიძლება გაათეთროს რუსეთის აგრესიული დანაშაულებრივი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში. აი სააკაშვილის შექმნილი ეგრეთ წოდებული ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი ვინმე სანაკოევი რატომღაც ვერ ხვდება ბიძინა ივანიშვილის ყურადღების არეალში და მიუხედავად ამისა, რამოდენიმე მილიონიან დაფინანსებას ის მაინც იღებს ბიუჯეტისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ადამიანების ცნობა მისი მთავარი კოზირია, ამდენმა შეცდომამ ალბათ უნდა დაანახოს, რომ ცოტა უფრო მეტი ანალიზი და სხვანაირი ანალიზია საჭირო კადრების შერჩევაში, მაშინ როდესაც ქართულ საზოგადოებას თავს მოახვევ პრეზიდენტის კანდიდატურას და აშანტაჟებს, ჩვენ ყველას გახსოვს არჩევნების წინ, თუ არ აერჩეთ მარგველაშვილს ის უარს აცხადებდა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და აშანტაჟებს ხალხს, გაიყვან ამ ადამიანებს და შემდეგ გიყვირს, რომ შენს მიერ გამოძერწილი პლასტელინი უცებ შეიძლება როგორც თავის დროზე ბავშვობაში ყველა ჩვენგანს წაკითხული გვაქვს აბა კარლოს მიერ გამოჩორკნილი ბურატინო, შემდეგ უკვე შეიძლება გაღიზიანდე კიდევაც მის ზოგიერთ მოქმედებებზე. ადამიანებს ხდება, ყველა ვხდებით, ჩვენ აქ ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ უფრო მეტი ანალიზია, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ რომ აი ეს პლასტელინი დღეს მთავარსარდალია ქართული ჯარებისა და ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს გვერდით შავ ზღვასთან ზღვაში შეიძლება სამხედრო მოქმედებები დაიწყოს, ამ დროს ეს ადამიანი მთავარ მართლებლად დაგვიტოვა მოქალაქედ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა. პასუხისმგებლობა ვის? რა ვქნათ ჩვენ? ხალხი როგორ მოვიქცეთ ამჟამად ადამიანი, რომელიცაც ენდო საზოგადოება და მისი ხათრით მისცა მარგველაშვილს ხმა, დღეს როგორ გამოვიდეთ და მივიღოთ, გაგებით მოვეკიდოთ იმას, რომ ასე ვთქვათ, 60 წლის განმავლობაში ბატონ ბიძინას ასეთი ადამიანის ასეთი სახეცვლილება არ უნახავს. ამით დავიმშვიდოთ ჩვენ თავი და ასე ვთქვათ, თუ რაიმე ქმედება განვახორციელოთ და გამოვიდეთ და როგორ გააბრაზე ბატონი ბიძინა, აქციები დავიწყოთ პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცოტა სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღების დროს და ამავე დროს თუ ვინიცობა შეცდომა დაუშვით და ყველა ვცდებით, აქ არ არის ნიშნის მოგებაზე საუბარი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომა და მინიმუმ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ ის შესაძლო გაუარესებები, რომელიც შეიძლება მოყვეს თავის დროზე ჩვენს დაუფიქრებელ მოქმედებას. ისევე როგორც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავს მოგახვიეთ ოპოზიციაო. იბადება შეკითხვა, ვინ მოგახვიათ თავს?
რატომ მოიხვიეთ თავს, რატომ დააყენეთ თქვენ თვითონ მეორე პოლიტიკურ ძალად და შესაბამისად რატომ გინდა დღეს აპელირება იმაზე, რომ აი ოპოზიცია ცუდია, ოპოზიცია არ ვარგა და ამიტომ ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებზე თქვენ პასუხს არ იძლევით. არადა იგივე პასუხები ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, სხვა ნაწილს უკვე დიდი ხანია აქვს და სამწუხაროდ თქვენ იმიტომ რომ შეიძლება რომელიღაც ნაციონალმა ეს შეკითხვაც ნაწილობრივ დასვას, ამიტომ საზოგადოების იმ დიდ ნაწილს უარს ეუბნებით, არ გაქცევთ პასუხსო და იდენტიფიცირებას უკეთებთ ნაციონალურ მოძრაობასთან. არადა მაშინ, როდესაც თქვენ თვითონვე ნებსით უნებლიეთ აღიარეთ, რომ როდესაც ქართული საზოგადოება ლამის ბარიკადაზე იყო გამოსული 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში, თქვენ აღიარეთ, რომ თურმე გილაურთან განიხილავდით საკადრო საკითხებს და ვანო მაჭავარიანი იქნებოდა თუ არა ოცნებაში თუ ნაცმოძრაობაში, ამას განიხილავდით გილაურთან? ესე იგი, მაშინ, როდესაც ჩვენ სამყაროს საერთაშორისო ბრძოლაზე ვიწევდით, თქვენ თვითონ საკადრო საკითხებს განიხილავდით გილაურთან და იმ კადრებზე რა სიტყვით, რომელიც შესაძლოა ამ გამოსვლის შემდეგ აგვიშთა ჩვენ ეწვი, შესაძლოა რომ შეთანხმდით, რომ ნაწილი ოცნებაში უნდა წამოსულიყო და ნაწილი ნაცმოძრაობაში დარჩენილიყო. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეს იყოს მაგალითი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ეს იყოს მაგალითი იმისა, რომ თვითონმა ჩვენთაგანმა თავისი პრინციპების, ღირებულებების, ცხოვრების წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ვინმე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მოწოდებებით, რომელიც ლამაზი მთების ოცნებებს ყვირდება, საბოლოო ჯამში მივიღებთ სწორედ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ჩვენ გვყავს. დიდი მადლობა.